ბიჭებო, იცით რა მსგავსებაა საყვარელ ქალსა და საყვარელ გუნდს შორის? კი, ორივეს არჩევისას რაღაც კრიტერიუმებს ვითვალისწინებთ. იქ განვლილი წარსული, იქ შინაგანი სამყარო, მაგრამ ბოლოს მაინც ვიზუალამდე მივდივართ. დარწმუნებული ვარ, არავის უნდა დამღლეს სამუშაო დღის მერე სახლში მივიდეს და ვარდისფერი ალპინის ბოლას უყუროს. თქვენი არ ვიცი, მაგრამ პირადად ჩემთვის საბოლოო მანქანები ჩვეულებრივი საცოვის მანქანებისგან ზომით, ხმაურითა და იმჭყეტელა შეფერილობით განსხვავდებიან, შორიდანაც მარტივად რომ გაარჩევ. მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ ყოფილა. არანუ ხმაურს არასდროს უჩიოდნენ ბოლიდები, მაგრამ ზომაში გაზრდა და ფერად-ფერადი სტიკერები შედარებით მერე 1968 წლიდან გამოჩნდა. იქამდე გუნდები თავიანთი ნაციის ფერებით გამოდიოდნენ. გერმანელების ვერცხლისფერი, ფრანგული ლურჯი, იტალიელების როსო კორსა და ჩაისმსმელების British Racing Green. მაგრამ ეს იდილია 68-ში ლოტუსმა დაარღვია. ბრიტანელები თავიანთი ჩვეული მწვანე შეფერილობის მაგივრად ესპანეთის გრან-პრიზე თეთრ წითელ ოქროსფრად შეიმოსდნენ. ამის მთავარი გამომწვევი მიზეზი კი გენიალური კოლინ ჩეპმენი იყო, რომელმაც პირველად გამოიყენა თავისი ბოლიდი როგორც მორბენალის ტრიქონი. ვიუ ხო თუ თქვენ კიდევ ფიქრობთ, რომ დღეს ფორმულა 1 მხოლოდ გვიდო სტატუიანი ფერარის მექანიკოსი, შარლ ლეკლერის ერთნაირი შეყვარებულები, ნოლ გამონაბოლ ქვიანი საწვავი და ლუის ჰამილტონია, იმედები უნდა გაგიცრუოთ, რადგან ფინანსების ახსენება ფორმულა 1-ის გვერდით იგივეა, რაც შაბათის საღამო ჩემი ახალი ვიდეოს გარეშე. ავტოსპორტის სხვა ყველა სპორტის სახეობაზე ყოველთვის წინ იყო ფინანსურ ასპექტში. აქ გუნდები ფულს ისე ხარჯავდნენ, ნეიმარის PSG-ში ტრანსფერი გაპიგებად მოგეჩვენებათ. იქ ფერარიზე გამწარებულმა ფორდმა GT40-ის პროტოტიპზე 300 მილიონამდე გაიქნია. ჰონდას მობრუნება სამეფო სპორტში, სადაც გუნდმა მთლიანი ბაზა ააშენა, თავისი ქარის გვირაბით, ბარი გადმოიფორმა და ჯენსონს ერთ რბოლას მოაგებინა. ნუ ეს მილიარდიანი გუნდი კი გაკოტრდა და მე ერთ ფუნტად გაიყიდა, მაგრამ ალბათ ისტორიას ეგრეთ ჭირდებოდა. მაკლარენის ტექნოლოგიური ცენტრი, რომელშიც ცხოვრებაზეც ნებისმიერი კომიქსის ვილანი ხელს მოაწერდა, რონდენის 400 მილიონამდე დაუშვა. ხოლო ამ ყველაფრის მერე თქვენ მეუბნებით, რომ ავტომწარმოებლები, რომელთა მთავარი შემოსავლის წყაროც თავიანთ საშუალო ფასიან საოჯახო სედანზე სერვისით ჩატარება, მილიარდებს იხდიან იმისათვის, რომ ერთ სარბოლოო წრეზე 3/10 ამოიღონ? კი, თან არა. ფიზიკურად შეუძლებელია ნებისმიერი ერთი კომპანია ადგეს და მთლიანი ხარჯები თავის თავზე აიღოს. ნუ თუ რა თქმა უნდა, იქაურობის გაკოტრება არ უნდა. დღეს ფორმულა 1-ის გუნდი იმაზე მეც ხარჯავს არსებობაში, ვიდრე ისტორიის ნებისმიერ მონაკვეთში. განახლებები, სტაფის ხელფასების სიმულაციები, ტესტირებები, გადაადგილება და დამტვრეული ტექნიკის აღდგენა. ეს იმ უძიროსი და მხოლოდ მცირედია, რაც გუნდს სეზონის განმავლობაში ჰაერივით სჭირდება. ხო, წესით ორიგინალური არ ვიქნებით თუ გეტყვით, რომ Mercedes-ი უბრალოდ ვერ ადგება და გაყიდული მანქანების ფულს ანტონელის ბოლიდის გასაკეთებლად ვერ გაჯიბავს. ამიტომ ამისთვის არიან სპონსორები. კომპანიები, რომლებიც სიხარულით გადაიხდიან მილიონებს მხოლოდ იმის გამო, რომ მათი გასაბერი კატლეტის მინიატურული ლოგო გუნდის საიტბოდის ქვემოთ დაიმალოს. ყველაფერი მაინც იმიჯამდე მიდის. კომპანიები, რომლებსაც შეუძლიათ უბრალოდ ქუჩაში ბილბორდი გამოაკრან ან რადიოში რეკლამა გაუშვან, გაცილებით მეც იხდიან, რომ თავიანთი სახელი მსოფლიოს ყველაზე სწრაფ მანქანებთან ასოცირდებოდეს. სწორედ ამის გამო მოყვება Shelly Ferraris 1929 წლიდან და Mobil 1 McLaren's და Red Bulls 72-დან. თქვენ რომ მანქანებში ვერ ერკვეოდეთ და ზეთი კონდეთ შესაძლებელი თქვენს 2008 წლიანი Nissan March-ში, რომელზეც ჩაასხამდით? იმას შუმახერი, რაიკონენი, ფეტეი და ლეკლერი რო არეკლამებს თუ ქართულ TikTok-ზე აგრესიული კაცი? გამარჯობა. კომპანიები ამით ორი ერთში იღებენ სარგებელს. სტიკერები ბოლიდზე ნიშნავს, რომ სოფლიოში ასეულობით მილიონი ადამიანი მოკრავს შენ კომპანიას თვალს. თან ისე რომ არც ერთ ტელევიზიასთან კონტრაქტის შეთანხმება არ მოგიწევს. იცით რა ღირს Sky Sports-ზე 30 წამიანი რეკლამა რბოლის პერიოდში 1 წლის განმავლობაში? 3-დან 11 მილიონამდე. და იცით რა ღირს Red Bull-ის სარგეები 1 წლის განმავლობაში? 5 მილიონი. ანუ თქვენ შეგიძლიათ Sky Sports-ზე და სხვა სტრიმინგ პლატფორმებზე თქვენი კომპანია გამოაჩინოთ მხოლოდ რეკლამის ფასად და თან Red Bull-თანაც ასოცირდებოდეთ. ნუ ეს სარგეები ჩემი საყვარელი ფორტოხლის წვენის კომპანიას კარგახანია დაკავებული აქვს, მაგრამ მაგალითად მე მგონი გამოდგა. გუნდები თავად ნიშნავენ ადგილებს თუ სად შეიძლება განალაგონ სპონსორებმა თავიანთი პროდუქციის რეკლამა. ასე მაგალითად იერარქიულად პირველი სატიტულო სპონსორია, რომელიც თუ სახელი არ გეუბნებათ, გუნდის მთლიან დასახელებაშიცაა. ნუ თუ ლუისი არ გქონთ გუნდში და ყველა ინტერვიუზე სახელი არ ავიწყდება. ხშირ შემთხვევაში ეს კომპანიები მთლიან ლივერიზე არიან პასუხისმგებლები. ასე მაგალითად ალპინს და ზაუბერს შეიძლება სულ უხარიათ ხილის ნაყინებს რო გვანან, მაგრამ ერთ წყალი მარგებელია უხდის კოლოსალურ თანხას და მეორეს სტრიმინგ პლატფორმა. მაგრამ ხანდახან Special Edition ლივერებიც გვაქვს, რომელიც ხან კომპანიისთვის რამე აღსანიშნავთან ასოცირდება, ან უბრალოდ ლამაზია. სწორედ ასეთი ულამაზესი ლივერი შემოგთავაზა McLaren-მა შარშანდელ მონაკოში. და ვინაიდან და რადგანაც ჩემ ახზე უკვე ერთ კაზე მეტია და მე მრგვალი რიცხვები ძალიან მიყვარს და თანამედროვე კეთილიც ვარ, მადლიერების ნიშნად ერთ-ერთ თქვენგანს ამ მოდელს გადავცემ. უბრალოდ კომენტარებში დაწერეთ რომელია თქვენთვის საყვარელი სპეციალური ლივერი. შემდეგი კი საიტბოდები და უკანა ფრთა. ძალიან უნდა მოინდომოს ოპერატორმა მანქანა ისე გამოაჩინოს კადრში, რომ ეს ადგილები შემომჩნეველი დარჩეს. სწორედ ამის გამო სატიტულო ან მასთან მიახლოებული სპონსორები სწორედ ბოლიდის გვერდებზე ან უკან არიან განლაგებულნი. ხოლო სოციალურ ქსელებში თუ გინდათ უფრო რეკლამა, სადაც ბოლიდის ფოტოები იმ ავტოსერვისში გამოკიდებული წყალჩასფულ ქალბატონების პოსტერები ვითაა გამოფენილი, მაშინ წინა ფრთის და ცხვრის განხილვაც შეიძლება.
მოკლედ, რაც უფრო მეტად ჩანს ლოგო, მით მეტია გადასახადი რა. საკმაოდ ხშირად გუნდებს დროებით თავიანთ სპონსორებთან ურთიერთობაში პაუზის აღება უწევთ. ასე მაგალითად Red Bull-ს თავიანთი კრიპტო კომპანია Bybit-ის სტიკერის აძრობა მოუწია ჩინეთში, მკაცრი კრიპტო რეგულაციების გამო. ასევე ვერცერთ ახლო აღმოსავლურ ბოლაზე ვერ შეხვდებით თუნდაც Jack Daniels-ის სტიკერს McLaren-ზე, რელიგიური მიზეზების გამო. ხოლო ავსტრალიაში სტეიკი გზაუბერი მხოლოდ კი გზაუბერი იყო, რადგან კონტინენტზე ონლაინ გემბლინგის ყველანაირი წახალისება აკრძალულია. მაგრამ კომპანიები გუნდისთვის მხოლოდ თანხის გადახდით არ შემოიფარგლებიან. სტანდარტული ფული მომეცის სტიკერს დავაკრავ შეთანხმებასთან ერთად მრავლად გვაქვს ფორმულა 1-ში ბარტერული ხელის ჩამორთმევები. ასე მაგალითად McLaren-ზე ალბათ ყველა შეგიმშევათ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ხელსაწყოების კომპანია DeWalt-ის სტიკერი, ხოლო მომუშავე პერსონალი ხელში მათი ინსტრუმენტებით. რასაკვირველია, ეს ამერიკული კომპანია პაპაიებს გარკვეულ თანხასაც უხდის, მაგრამ ამასთან ერთად საზოგადოებას აჩვენებს, რომ მათი ხელსაწყოები ისეთ მწვერვალზე, როგორც ფორმულა 1-ია, იქაც ჩვენურად მუშაობს. ასეთი შეთანხმება აქვს ასევე Red Bull-s Oracle-თან, რომლის სერვისებზეც არის ით, მაგრამ ჩვენი ქვეყანაც დგას. იმ 70 მილიონთან ერთად, რასაც ეს ღრუბლოვანი სერვისი ლიმონათებს უხდის, პარალელურად გუნდის სიმულაციებზე მონაცემთა ანალიზა და მათ ბაზებზეა პასუხისმგებელი. ფორმულა 1-ში უამრავი სპონსორი გვინახავს, დაწყებული არ არსებული წვენების კომპანიით დამთავრებული, გადავარჩინო დედამიწათი. მიზანი ყველასთვის ერთია. თავისი ბრენდის სხვებზე უკეთესად წარმოჩენა. ზოგს ეს ნამდვილად გამოუვიდა, მაგრამ ზოგმა თავი ისე გაიბანძა ჯობდა მართლა რადიოში მიეტანა რეკლამა. შემდეგ ვიდეოს იდეები კომენტარებში დაწერეთ. ამჯერად გაკოცეთ ჩუბზე და კარგად ბრძანებოდეთ.